მოგესალმებით, ქართული მედია ჯგუფი აგრძელებს გადაცემას ქალის ხმა. ჩვენ მაყურებელმა იცის, რომ საუბრობთ ამ გადაცემის საშუალებით გენდერულ დეზინფორმაციაზე, თუმცა ამასთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს. ჩვენ შევეცდებით, რომ გადაცემის საშუალებით წარმოვაჩინოთ თუ რეალურად რატომ ებრძვიან ქალებს, რატომ ცდილობენ მათ დისკრედიტაციას, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში გააქტიურდა სოციალურ ქსელებში პრობლემა ბულინგი მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენ ხედავთ, რომ ქალები, რომლებიც აქტიურობენ, ღიად ებრძვიან, უპირისპირდებიან და აყენებენ შეურაცხყოფას, ემსახურება თუ არა ეს მათი გაჩუმების და გაშავების მცდელობას. ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი არის ერთ-ერთი აქტიური ქალი, რომელიც ამჯერად წარმოადგენს ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას, მაკა კოჭლამაზაშვილი, რომელიც ასევე არის აქტიურად არის აქციებზე და ცდილობს გააპროტესტოს ის უკანონობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. მაკა, მადლობა რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ აი ამ ბოლო ეს ნარატივი, რაც ხდება განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. შენ მანამდე იყავი ჟურნალისტი, აქტიურად ჩანდი და შენი აქტივიზმიდან გამომდინარე, თუნდაც ახლა აი ამ ბოლო პერიოდში, რაც ძალიან ხშირი არის ქალების მისამართით განსაკუთრებით, ტროლების, ბოტების თუ კონკრეტული პიროვნებების და ჯგუფების სამიზნე ხდებიან ეს აქტიური ქალები და შეიძლება ითქვას, რომ არ უხინთ და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ბევრი პრობლემის ფასად უწევთ ხომ აქტიურობა. შენი აქტივიზმიდან გამომდინარე თუ გამხდარ ხარ ბულინგის მსხვერპლი, თუნდაც მაშინ როდესაც იყავი ჟურნალისტი და აი ახლა როდესაც უკვე აქციებზე ცდილობ რომ გააპროტესტო და შენი სათქმელი თქვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ და მადლობა იმისათვის, რომ მომიწვიეთ გადაცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა არის, განსაკუთრებით იმ პროტესტის ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, თავისთავად ცხადია, იმატა ბულინგმაც. თუმცა სოციალური ქსელების ასე ნელ-ნელა გააქტიურებასთან ერთად ზოგადად ვაწყდებოდით ბულინგის შემთხვევებს წლების განმავლობაში. აი ახსენე, რომ მანამდე ვიყავი ჟურნალისტიკაში, წამყვანი ვიყავი და ძალიან ხშირი იყო ხოლმე, რა თქმა უნდა, ისეთი კომენტარები, რაც გარკვეულწილად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. თუმცა დროთა განმავლობაში რაღაც გარკვეული მექანიზმების გამომუშავება არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ხარ აქტიური ქალი, თუ გიწევს საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობა, ეჩვევი იმასაც, რომ ყველა შეიძლება არ მოეწონო, ვიღაცამ შეიძლება უფრო მძაფრად გამოხატოს თავისი მოსაზრება შენს მიმართ, თუმცა აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცალკე მუშაობს ტროლების და ბოტების ქარხანა, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, აი ამ პროტესტის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიური გახდა. ამიტომ ალბათ პირველ რიგში რაღაცა გარკვეული ფსიქოლოგიურად უნდა შევიმუშაოთ ესეთი დაცვის მექანიზმი. მე მაგალითად ვცდილობ ხოლმე, რომ იქ სადაც ვიცი, რომ შეიძლება ტროლბოტების ქარხანა იყოს ჩართული, ამ კომენტარებს ნაკლებად გავეცნო და შეიძლება ეს მშველის, რა თქმა უნდა, დამღლელი სამუშაო გრაფიკის თუ აქციების შემდეგ, როდესაც სახლში ვარ, უბრალოდ ვცდილობ, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობით ვისიამოვნო და ნაკლებად მივაქციო ყურადღება იმას, რაც წერენ. დიახ, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან მასშტაბური სახე მიიღო, ანუ არ ერიდებიან ღიად თუ მართლაც ამ ტროლების საშუალებით უკვე გადადიან შეურაცხყოფელ კომენტარებზე და ასე შემდეგ. კი, მესმის არ არის ადვილი, თუმცა შენს უკან დგას ოჯახი, შვილი, ხარ დედა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე საუბარი არის ოჯახის წევრებზე, რომლებიც განიცდიან ასევე ამ შეურაცხყოფელ კომენტარებს და ასე შემდეგ. ანუ რას ემსახურება მათი მხრიდან ეს წამოსული აგრესია, შეურაცხყოფა, თქვენი აზრით არის თუ არა ეს მცდელობა იმისი, რომ ჩაახშონა ეს სიტყვა და გააჩუმონ ეს აქტიური ქალები, რომლებიც აუცილებლად ალბათ პირველ რიგში სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რომ ზოგადად მიწევდა ყოველთვის კრიტიკულ მხარეს ყოფნა და ამიტომ შეიძლება სხვა ადამიანებზე უფრო ხშირად ხვდებით ხოლმე ეს ზედმეტად კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სხვადასხვა მოვლენებისა თუ პროცესების მიმართ უფრო ხშირად ხვდებით ხოლმე ბულინგის მსხვერპლი. თავისთავად ცხადია, ყველაზე რთულია ოჯახისთვის, როგორი დამცავი მექანიზმი წარმოება გამოიმუშაო პირველად გაიაზრო ის, რომ თუ შენი ცხოვრება გახადეს საჯარო, იქნება მსგავსი გამოხმაურებები, მათ შორის უსიამოვნო, რთულია ოჯახისთვის, ყველაზე რთული არის ხოლმე ოჯახისთვის იმ შეურაცხყოფის ატანა, რომელიც მოდის ტროლბოტებისგან, თუმცა
ნელ-ნელა მე მგონია საზოგადოებაც ეჩვევა, აი თავიდან როდესაც საუბრობდით ტროლების, ბოტების შესახებ, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის არც კი იყო ცნობილი რა იყო, რას წარმოადგენდნენ ესენი და ეხლა უკვე როდესაც საზოგადოებაში აი ცნობიერება ამ მიმართულებით ამაღლდა, სრულიად სხვა ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ, მე მაგალითად მქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც ბულინგის მსხვერპლი ყოფილვარ და ჩემთვის უცნობ ადამიანებს კომენტარებში დაუწერეთ ჩემს მიმართ რაღაცა სოლიდარობა გამოუმჟღავნებიათ, რაც თავისთავად ძალიან კარგია და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ქვეყანაში ეს კრიტიკული აზრი ჩაახშონ და აღარ გქონდეს ადეკვატური რეაგირება იმ ყველაფერზე, რაც ხდება. როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე რთული არის ოჯახისთვის, თუმცა იქაც თავისთავად აცნობიერებენ, რომ როდესაც ხარ აქტიური ადამიანი, მსგავსი გამოხმაურებები იქნება. დიახ, ახსენე სოლიდარობა, მაგრამ ხომ არ გვაკლია ქალური სოლიდარობა და რამდენად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ხშირად არიან ხოლმე ქალებიც აი ამ კომენტარების ავტორები. თუ მაგალითად ამ თემას უფრო ჩაუღრმავდებით, წეღანაც ვახსენე, სანამ ეთერში შემოვიდოდით, რომ ყველაზე მეტად რაც მიყვირს, ძალიან ადვილია ტროლების და ბოტების ამოცნობა ზოგადად. მაგრამ ასევე თუ სოციალური ქსელების მიმართულებით წავალთ და მასზე ვილაპარაკებთ, ცხადია ნამდვილი აკაუნტების ამოცნობაც ხოლმე და მე რაც ყველაზე მეტად მიყვირს, ქალებისაგან უფრო ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი. არ ვიცი ეს რატომ ხდება, შეიძლება ხანდახან საკუთარი არარეალიზებული რაღაცა მომავლის გამო არიან გაბრაზებულები, ან მე ესე ვდგები, შეიძლება ხა ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ მგონია რომ ის რაც ვერ გამოუვიდათ ის თუნდაც აქტიურობა და აკლდაც ცხოვრებაში აღარ მოსწონთ სხვა ადამიანებში და ამიტომ ამას ვამბობ რა თქმა უნდა რეალურ აკაუნტებზე, რომლის უკანაც როგორც წესი არიან ხოლმე ხშირად ქალები და მოუწოდებენ აქტიურ ქალებს, რომ აი ოჯახს მიხედეთ, სახლებში დაბრუნდით, თუმცა არ ფიქრობენ იმას, რომ შეიძლება ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვასწრებთ და უთავსებთ ერთმანეთს. კი და ბოლოს საკრებულოს ხდომას უნდა შევეხო, შენ ესწრებოდი იქ და ნახე დამოკიდებულება თუნდაც საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან და მინდა რომ აი ესეც შევაფასოთ, იქ იყავით ქალები, რომლებიც ცდილობდით რომ გეთქვათ თქვენი სიტყვა, თუმცა არ მოგცეს ამის საშუალება. მე სიმართლე გითხრათ, მიკვირს ის ბოლო საკრებულოს ხდომა, რატომ გაუკვირდა საზოგადოებას და კონკრეტულად ბატონი დავითის ეს მიმართვა ქალებისადმი, რატომ გაუკვირდა საზოგადოებას. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე წლების განმავლობაში არის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ადამიანი, რომელიც ხაზგასმით ვამბობ, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ არ იყოს მსგავსი ტიპის ბულინგი არათუ დაუშვათ მის გარშემო, არამედ ზოგადად საზოგადოებაში, თუმცა აქვე მინდა შეგახსენოთ ერთ-ერთი საკრებულოს ხდომა, სადაც მან ღირსების შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ერთ-ერთ საკრებულოს ქალ წარმომადგენელს, ქალ დეპუტატს, საკმაოდ მძიმე იყო, დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა ამ ყველაფერს, მე აღარ ვციტირებ, რადგან ეს საკმაოდ უცენზურო ფრაზა იყო მას, მაგრამ მე პირადად არ მიკვირს მას შემდეგ, მე მაშინ მუშაობდი, ჟურნალისტი ვიყავი, ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ამ კონკრეტულ საკრებულოს ხდომას ესწრებოდა და ამის შემდეგ ნაკლებად მიკვირს ბატონი დავითისაგან, თუნდაც ის რომ სრულიად კანონიერი სიტყვის უფლება ჩამოართვას ქალებს საკრებულოს ხდომაზე. ჩვენ ვიყავით როგორც მოქალაქეები შესული, იქ ეს არ იყო რაღაცა პროტესტის ფორმა, ვითხოვდით სიტყვას როგორც მოქალაქეები და არ მოგცეს არაფრის ქმნის საშუალება. როგორც უკვე აღნიშნე, პირველი შემთხვევა არ არის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარისგან, როდესაც ის ქალებზე ბულინგით გამოირჩევა. კი ბატონო, შენ ახსენე რომ იყავი ჟურნალისტი და აქვე მინდა ჩაგეკითხო, ჟურნალისტიკიდან წახვედი პოლიტიკაში. რა ბარიერებს წააწდი? ანუ იყო ეს რთული და იყო თუ არა სირთულეები, რომელიც აი ამ გზაზე შეგვხვდა და ეხლა რომ გითხრათ, რა საქმიანობ მხარდედაც და ამის პარალელურად მაინც აქტიურობ და ცდილობ რომ რაღაცა საზოგადოებრივ პროცესებში იყო ჩართული.
პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვა ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა. 20 წლის განმავლობაში ვიყავი მედიაში ზუსტად და ერთმშვენიერ დღეს, როდესაც დადგა იმისი აუცილებლობა, რომ სხვა პლატფორმიდან უნდა გამიგრძელებინა ბრძოლა, რა თქმა უნდა ძალიან შევშინდი, რომ ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მარტივი, იქნება ტყუილი. აღმოჩნდი სრულიად სხვა გარემოებაში, მაშინ როდესაც პოლიტიკას ყოველთვის გარედან უყურებდი და გარედან ვაშუქებდი, ახლა თვითონ მომიწია ამ პროცესებში ყოფნა. თავდაპირველად იყო რაღაცა შეგუების პროცესი. აღმოვაჩინე, რომ თუ მანამდე ვამბობდი, რომ დაუშვათ ჟურნალისტიკის და პოლიტიკის გარდა არაფერი არ ვიცი. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკაზეც არაფერი არ ვიცი, როდესაც მომიწია უკვე აქეთ გადასვლა, თუმცა თავისთავად ცხადია გამოცდილებაც გეხმარება ის სანაცნობო წრე, რომელიც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მქონდა და ნელ-ნელა აუღე ალყო. რაც შეეხება როგორ ვათავსებ ამ ყველაფერს, საინტერესო ცხოვრების გრაფიკი მაქვს, დღის განმავლობაში ვმუშაობ. შემდეგ მივდივართ გორის უწყვეტ აქციებზე. აუცილებლად უნდა ვიყოთ იქაც და გორის აქციის მერე უმრავლეს შემთხვევაში მივდივართ თბილისის აქციებზე. მიწევს გვიან ჩამოსვლა, მყავს 5 წლის შვილი და როგორც დასაწყისში ვთქვი, აი ამ ყველაფერში რომ არ მქონდეს ოჯახის მხარდაჭერა, შეიძლება მთლად ასეთი აქტიური აღარ ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. თუმცა მეორეს მხრივ მე ვამბობ ხოლმე, რომ როდესაც ჩემი პროფესიის, ასე ვთქვათ, სახეცვლილებაზე საუბრობთ, რამოდენიმე დღის წინ დავფიქრდი და მივხვდი, რომ რამოდენიმე კვირა საერთოდ არ დამისვენია შაბათ-კვირის განმავლობაში. აი დასვენების დღეები პირობითად შაბათ-კვირა ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არ არის განსაზღვრული და კიდევ რომ დადგეს იგივე აუცილებლობა, ზუსტად მეცოდინება, რომ არ მჭირდება დასვენება, აუცილებლად სჭირდება ახლა საქმეს და ზოგადად აი ამ პროცესს, რაც ქვეყანაშია, რომ გავაგრძელოთ და მე ვუსურვებ, რომ ყველა ქალს ქონდეს ისეთი სამსახური, სადაც დასვენების დღეები, როდესაც არ ექნება, არ დაიღლება და არ იფიქრებს იმაზე, რომ დასვენება სჭირდება. მიუხედავად იმ დამღლელი გრაფიკისა, რომელიც შეიძლება სხვის თვალში გვაქვს ჩვენ ამ ადამიანებს, რომლებიც ვიბრძვით გაუთავებლად, ალბათ აი ეს ბრძოლის მიზანი, რაც გვაძლევს იმის ძალას, რომ მართლა ვერ ვფიქრობ დასვენების დღეები რომ ჭირდება. დიახ, და რომ დავუბრუნდეთ ისევ ბულინგს და ნელ-ნელა წავიდეთ ბოლოს დასასრულისკენ. რას ემსახურება ხშირ შემთხვევაში ეს წამოსული ბულინგი? ვგულისხმობ ახლა უკვე ამ კონკრეტულ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როდესაც აი აქციაზე მყოფ ადამიანების მიმართ, ქალების მიმართ მოდის აგრესია და ასევე რას ეტყვით იმ ქალებს, იმიტომ რომ ყველას ხო ჩვენ ყველა ინდივიდუალურად ვუყურებთ ამ საკითხს და არიან ადამიანები, რომლებზეც ძალიან მოქმედებს აი ეს შეურაცხყოფელი განცხადებები და ასე შემდეგ, რომელიც უკვე ყველა ზღვარს ცილდება. რას ეტყოდი იმ ქალებს, რაღაცა დამცავი მექანიზმი გამოიმუშაონ თავიანთ თავში, რომ არ თქვათ ის რაც ჩაფიქრებული აქვთ ამ ადამიანებს, რომ შეაჩერონ ეს ქალები და მათი აქტიურობა არ გამოუვიდეთ. რა შემიძლია თქვა, დავიწყებ იქიდან, რომ ჩემს გარშემო არიან ძალიან მაგარი გოგოები. და როგორი ბულინგიც არ უნდა წამოვიდეს, აი ქონდა მაგალითად უახლოეს პერიოდში ასეთი შემთხვევები, ყოველთვის უფრო ძლიერები დგანან ხოლმე პროტესტზე. უფრო მეტი შემართებითი ბრძვიან, მინდა ვთქვა ის, რომ ძალიან ამაყივა, რომ ამ ადამიანებთან ერთად მიწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ქვეყნისთვის დგომა და ბრძოლა. მე საუბრობ იმ ადამიანებზე, ვინც პროტესტის, ასე ვთქვათ, წინახაზე დგანან, მათ მე მგონი რაღაცა განსაკუთრებული რჩევები არ სჭირდებათ, იმიტომ რომ როგორც ძლიერიც არ უნდა იყოს ბულინგი, ბევრი რამე გამოვიარეთ, ბულინგი, მუქარა, ცილის სწავლება, კი, თავისთავად ყველაფერი, თუმცა მე რასაც ხედავ, პროტესტი სულ უფრო ძლიერდება და განსაკუთრებული რჩევები მათთან არ მაქვს, ასე გააგრძელეთ გოგოებო, ეს შემიძლია უთხრა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება მომავალში გახდნენ ბულინგის მსხვერპლი და არ იციან აი როგორ გაუმკლავდნენ, ის რაც დასაწყისში ვთქვი, პირველ რიგში უნდა ეცადოთ, რომ აკეთოთ საყვარელი საქმე, ის საქმე, რომელიც
არაფრის გულისთვის არ გახდება თქვენთვის მეორე და მესამე ხარისხოვანი და ასეთ შემთხვევაში დამცავი მექანიზმის გამომუშავება ალბათ მაინც ინდივიდუალურად თვითონ მოხდება. ჩემ შემთხვევაში იყო ის, რომ როდესაც მსგავს კომენტარებს ხედავ, ვცდილობ ნაკლებად წავიკითხო ისინი, თუ ვიცი რომ კონკრეტულ ფაქტს შეიძლება ტროლბოტებისაგან გამოხმაურება ჰქონდეს, ამ შემთხვევაშიც ნაკლებად ვინტერესდები კომენტარებით და ვცდილობ რომ აი ეს რაღაც დამღლელი შეიძლება დღეს დამღლელი რუტინა რომელიც ეხება კონკრეტულად სამსახურს და საქმეს სახში ნაკლებად წავიღო და ნაკლებად ვინერვიულო აი ესეთ თემებზე. სხვებსაც ალბათ ამას ურჩევ. და სანამ დავასრულებთ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ გენდერულ დეზინფორმაციაზე, რომელიც ძალიან ბევრი არის ჩვენს სირთულში და შენც ალბათ ძალიან ბევრი ხსმენია. აი რას გამოყოფდი ყველაზე მეტად გავრცელებული რა არის და რომ დავუპირისპიროთ მას ეს ნარატივს თქვენი პოზიცია. ალბათ ახლა ყველაზე ხშირად რაც ხდება განსაკუთრებით ამ საპროტესტო მუხტის დროს არის ხოლმე დაუშვათ ის რომ აი ოჯახს მიხედეთ, სახლს მიხედეთ, წადით სახლში და ალბათ მაინც რაღაც ესეთი ჩვენი გავრცელებული სტერეოტიპი რომ იყო აუცილებლად ქალი უნდა იყოს სახლში, სახლს მიხედოს თუ ის გარეთ არის უკვე სახლი რჩება უყურადღებოთ, ამას რა შემიძლია დაუპირისპირო ის რომ ჩემს გარშემოც მეც მათ შორის აი ამ ძალიან აქტიური ქალების უმრავლესობა ვასწრებთ იმას რომ ვართ სამსახურებში, ვართ პროტესტზე, ვამზადებთ სადილებს ძალიან კარგს და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უძღვებით საოჯახო საქმესაც. ასე რომ მადლობა რჩევისთვის რომ მივხედოთ ოჯახებს, თუმცა პირველ რიგში ერთი ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს მისახედი, ეს არის ჩვენი ქვეყანა და ამის მიღმა არც ოჯახები გვხდება, გრჩება ყურადღების მიღმა. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მაგა კოჭლამაზაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ყველას წარმატებები ამ რთულ ბრძოლაში, გადაცემა ქალის ხმა ერთი კვირით გემშვიდობებათ, ნახვამდის.